ზოოპარკები და დელფინარიუმები უნდა აიკრძალოს. მოდით ვიდებატოთ. სალომე ლიზის წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დებატებში. აირჩიეთ თქვენი პოზიცია. არ ვეთანხმები. ვეთანხმები. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ. მე დაგტოვებთ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ ლიზის არგუმენტი. ლიზი, შენ ამისთვის მხოლოდ 15 წამი გაქვთ. ზოოპარკები და დელფინარიუმები ცხოველებს აცილებს საარსებო გარემოს და ადამიანების გასართობად აქცევს. ბუნებრივ გარემოში არსებობა ნებისმიერ ცხოველს ესაჭიროება. დატყვევებული ცხოველები ზიანდებიან ფიზიკურადაც და მენტალურადაც. ახლა სალომეს კონტრარგუმენტი სჭერია. სალომე, შენ ამისთვის 14 წამი გაქვთ. ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში იცავენ გადაშენების პირად მყოფ ცხოველებს. ასევე დახმარებას უწევენ დაზიანებულ ან დაავადებულ ცხოველებს. შესაბამისად, შეიძლება ზოგიერთი ზოოპარკი ან დელფინარიუმი ცხოველისთვის სასარგებლოც კი იყოს. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ სალომეს არგუმენტი. ზოოპარკები და დელფინარიუმები გამოიყენება ცხოველებზე დასაკვირვებლად. მეცნიერები შეისწავლიან მათ ქცევებსა და საჭიროებებს, რაც ცვლიან ცხოველთა სამყაროს, ბუნებასა და ადამიანებსაც ეხმარება. ახლა ლიზის კონტრარგუმენტი სჭერია. ყვაობა ცხოველთათვის არაფრნობრივია. შესაბამისად, ზოოპარკში მათი დაკვირვება არაა შედეგიანი. ცხოველის ქცევა და საჭიროება სრულიად განსხვავებულია ბუნებრივ გარემოში. ამიტომ მეცნიერული კვლევის შედეგებიც განსხვავებული იქნება. შენ უკვე ორივე მოდებატის არგუმენტები მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. კომენტარებში დაგვიწერე იმ მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.